მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და სიხარული. ეს ვიდეო ალბათ საინტერესო მოვლენების ქვეშ, ინტერესის მოლოდინში. ეხლა ვარ დელივერი გავაკეთე, ასეთი მისურის ქალაქია. პაციფიკი ქვია რა, აი დიდი ხანი ვიდექი და როგორც ხდება ხოლმე რა. მინდა კარგად გამოდის ისე როგორც ყოველთვის. და აგერ გამოვედი ახლა დავიცალე და მივდივარ ტრაქტორზე რომ წესრიგში მოვიყვანო ჩემი თავი, ან ადგილი იქნება, ან არ იქნება, მაგრამ მოვედი და აგერ შლაგბაუმი ჩამოიწია. და რისი მოლოდინში ვარ ახლა მე. თორედ აი ახლა ნელა გავიძალე, ასე იყო ძალიან დიდი რიგი მანქანების. ჩვენ ხო ვიძახით ხოლმე რომ ქართველები ვერ ვითმენ, მოუთმენლები ვართ. ამათმა ზოგი ასე გაძრა უკან წავიდა, მაგრამ ერთი-ორი ვარიანტი ვნახე რომ ეგერ ხა შლაგბაუმი ხო არის. და ვერ მოითმენა, იქ შეძრა და გაძრა იქით. რა, ეხლა ამერიკელები ხო იცი როგორ კანონმორჩილები არიან და ეხლა შეიძლება კი გაძრე, მაგრამ არა გამორიცხო რომ ეგიდან ეხლა მატარებელი გამოვარდე და პიტები დაიჯახოს რა. ერთი მანქანა შევამჩნიე რომ ასე გააკეთა. მეთქი ალბათ ვიღაცა გიჟია და ვერ მოითმინა და ასე შემდეგ. მაგრამ მე მეორეს გავიდა და აი აქ უკვე ჩაერთო ჩვენი ინტერესი. ახალსა მგონი საინტერესო მოხდება. ეხლა რა არის არა ადამიანი მაინც რომ ფიქრო რომ ეხლა რა უნდა მოხდეს, ხო თუ მოხდება, ცუდი მოხდება. ეხლა ამას იქნება მატარებელი მოდის გაქანებული და ამ დროს გადადის ეს მანქანა და პიტაბი ეჯახებათ. ალბათ დანახიკავთ ხო ვიდეოებში და ვიდეო რგოლებში. არ ვიცი რა, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ავდექი და ჩავრთე და იქნებ რამე მაინც საინტერესო იყოს. სანამ მატარებელი გამოჩნდება, მოდი მე ჩვენ ამბებსაც მოგიყვებით. ეს 2 დღეა თოვში მოვდივარ, ვერ მოვშორდი ამ თოვს. და როგორც იქნა ჩამოვედი აქ გამიხადა და ისე ცუდი ამინდი გველოდება, მაგრამ თოვლი კიდევ არა უშავს, აი ესე ამანაც ვერ მოითმინა, ნახეთ, ამან ახლა მოატრიალა. და ყველაზე მოწინა უკან წავა ახლა ეს მოატრიალებს და საქმე იმაშია რომ უკრინდანაც ხო უყურებს არკეებში, იქიდან გადიან უკან მანქანები. ეხლა მე ვინაიდან მე აქ არ ცხოვრობ და არ ვიცი ახლა სხვა რა გზა არის. ქალბატონი იყო. წავიდა და ჩვენ ახლა პირველი ეტაპი შლაგბაუმის როგორ ვთქვათ, პირველი კლიენტები ვართ, ასე რომ ვთქვათ. დავინახავთ იმ მანქანას. მანქანას მეტი მატარებელს, რომელიც აქეთ გამოივლის. ესეც ასეთი წვრილმანები ხო მეგობრებო, ჩვენ ხო სულ მაინტერესებს ხოლმე მძღოლი რას ფიქრობს, როგორ სიტუაციაში ვარდება და აი ჩვენ ჩავარდით ესეთ სიტუაციაში, გავართ შლაგბაუმის წინ და ველოდებით. გამიწყდა ახლა ფიქრი, რასაც ვლაპარაკობდი. სიცივია საშინელი. იქ რო ვიყავი დეტროიტში და -20 გრადუსი იყო, ახლა ჩამოვიდი აქა -9 არის. ვერ შევეჩვიე, იცით რა არის, სითბოში რო ხარ მანქანაში, მე გადმოხარ, გადახვალ, აი მაგარი დისკომფორტია რა. ეხლა თქვენც დაგტოვეთ თქვენ ფიქრებთან მეგობრებო, აი რო ჩავარდებით ასეთ სიტუაციაში, რაზე იფიქრებთ? პირველ რიგში როდის მოვა ის მატარებელი? მეორე ფიქრი, როდემდე უნდა ვიყო აქ? მე ხედავ რომ იქ ვიღაცები მიდიან მანქანებით, შენც ფიქრობ, ვაიმე, მეც ხო არ წავიდე, მაგრამ სანამ წავიდე. ნახეთ, ამდენი მანქანები იყო, ერთი იქ დარჩა, ერთი მანქანა და ჩემს უკან ახლა სარკეში ვხედავ რომ არავინ არ ადგას, არავინ არ ველოდება. საწავიდნენ ეს სუბუქი მანქანები ღმერთმა იცის. ეხლა მე მასე ვერ გავბედავ, თან უცხო ადგილას ვარ, თან სიგნელიში ვარ. ვიდგეთ და ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ, რა მეგობრებო. მოდი სანამ მატარებელი გამოვივლეს და სანამ ჩვენ რაღაცა საინტერესოს ნახავთ, რამდენიმე კითხვაზე პასუხს
გაგცემთ. ძალიან ბევრი კითხვები მოდის, ბატონო აკაკი რა გვეშველება რა ეშველებათ არალეგალებს ტრამპი ასე იმუქრება და გაყრის თუ არა, თქვენ რას ფიქრობთ? მე ამ კითხვაზე ადრეთ გიპასუხებ, მეგობრებო. ეხლა ამერიკა არის ემიგრანტებზე დამყარებული სახელმწიფო. ყველა რომ მოდის, აქ აწყობენ თავი და ეს ფაქტურად ემიგრანტები რო არ შემოუშვან, გამორიცხულია. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ბაიდენის მთავრობის დროს კონტროლისა და როგორ ვთქვათ, უპრაგონოდ შემოდიოდა ეს მექსიკის საზღვრიდან. როგორც ვიცი, 12-დან 16 მილიონამდე ადამიანია შემოსული. აქედან უკონტროლოდ და ტრამპის მთავრობამ განაცხადა, რომ ყველას მიხედავენ, ვისაც აქვს კრიმინალური წარსული ან რაღაც დანაშაული, იმათ მიხედავ და არა მგონია კი არა, აი 100%-ია 99 ვიძახი, რომ ჩვეულებრივი მომუშავე ადამიანებიც უნდათ მუშაობენ, წვალობენ, თავის გეგმებიათ გამორიცხულია, მე ხელი მოკიდოს რა. რა ვიცი მე ეს ქვეყანა კი გასაგებია რაღაც იქით გეგმები, მაგრამ ასეც არ არის რა. აქ ვიც დასახდა ყველა წინაპრები და ყველა იქიდან ემიგრანტებიდან მოდიან და ასე ხელის წაკვით არ ამგონია. მე მატარებელი საიდან მოდის? მე მგონა აგაივლით ეს კი აქ ხო არის შლაგბაუმი და იქითაც არის და აი ეგ გამოჩნდა ეგ როგორ ასიგნალებს. ეხლა თუ ეს ამერიკული მატარებელია და რო იციან ხოლმე 200 და 100 ვაგონების გატარება, კარგად იქნება ჩემი საქმე, მაგრამ მან ნელა მოდის, სწრაფად არ მოდის, არა. Union Pacific. იმ დროს ნახეს რაღაც ამოვარდა, ესე იგი ევროპის რკინიგზის ხაზების სქემა იყო. და ამერიკის არ არის ისეთი რა, დასავლეთიდან კალიფორნიისკენ რომ მიდიხარ, ცოტა ზემოთ იქითკენ ვაშინგტონისკენ და ისეთი გადახლართული არ არის, უბრალოდ ქალაქების გარშემო რო არის, ის არის ელექტრიკა როგორ არის, სწრაფი მატარებლების ის არის და დიდ ქალაქების გარშემო, თორე აი ეს თლიანად მთელი ქსელი რო ვიცით ხოლმე, რკინიგზის არ არის, რა რო იტყვიან, არ არის გავრცელებული. თავისთავად, იმიტომ რომ თვითონ გახსოვთ ალბათ სკოლაში ხო? მასწავლებდნენ საბჭოთა კავშირის, საბჭოთა კავშირმა რკინიგზას მიაქცია ყურადღებაო, ამერიკამ სატრანსპორტოსო და რკინიგზა უფრო იაფიაო, მაგრამ ვერ იუდგებაო და აი ეს გადატანა სატვირთო და სატრანსპორტო უფრო განვითარებულიაო. ძვირი კი არისო, მაგრამ თვითი ყველა ადგილას მიდის. ჩვენი მატარებელი სატარატა, მატარებელზე ამდენი სიმღერებია და თავში არ მომდის ახლა რა ვიმღერო. აი ესეთი კითხვა მოვიდა, როგორი ფასებია ბატონ აკაკი ამ თოვლის სიარულის დროს? კი, კაი ფასებია, უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ. უბრალოდ ნამდვილად აი დიდი ენერგია და ემოცია მიაქვს რა. გინდა არ გინდა ეხლა ზოგი იტყვის კი უნდა გიღიდეს, რომ მაგრამ ხო იცი ხა ადამიანი როგორ ყოველთვის მეტი უნდა, მაგრამ საერთო ჯამში კი რა თქმა უნდა ზაფხულის ფასებს ჯობია და ალბათ კი არა ღის კიდევაც მუშაობა, ვა ეს ვერ გავიგე, ესეც დაიკეტა, ეთქვას ხარ რაღაც რა ხდება თუ აი მომატნენ უკან მანქანები, ეთქვა ხან ჩაწევს, ხან გაწევს, ეს ეთქვა ბუტკა. გახსოვთ ბუტკებში რო იჯდნენ ხოლმე მეებში. პროცეულაში მახსოვს ხაშურში რკინიგზის ჯოხი რო ეკავათ და კონტროლებელი რა ქვია, დისპეჩერებს ეძახიან ხო ამათ აი ბუტკაში რო ზიან. მეისრებს.
რამდენი გავაკეთეთ რეკორდი, როგორც მახსოვს ჩვენ დავთვალეთ, გონი 238 ვაგონი მიაგორეთ ერთხელ, თუ გახსოვთ ჩემი ვიდეოდან იქიდან. ეს კითხვა ბატონო აკაკი როგორ გაიცანით მერაბ დვალიშვილი? მერაბ დვალიშვილი სრულიად შეფრთხილებით გაგონდა 16 თუ 17 წელი არ მახსოვს ეკლესიაში ავენიუტიზე იქ მოვიდა და მეტი პიროვნები დახმარება უნდა და ძალიან აქტიურობდა და მაშინაც გავიცანით გამოველაპარაკეთ და იმის შემდეგ როგორ მახსოვს აი ვიცით აი სპორტი რაღაცა და თავიდანვე ესეთი გემრიელი კაცი იყო გემრიელი და დღესაც უკვე ამხელა ცნობილი ადამიანი ვარ დღესაც ის თვისებები არ დაუკარგავს და რაც დიდი პატივისცემა და დიდი ხათრი ამ ადამიანის მიმართ ეკლესიაში რომ ადამიანს გაიცნო ის სხვა ეშყი და სხვა როგორ გითხრათ ფასი აქვს რა ვიცი მე ასე ვფიქრობ და ალბათ დამეწუნებით ბევრი მასე ფიქრობს ასეთი კითხვა ნახე კიდევ ბატონო აკაკი რა შვება თქვენი ბაღები შვება ცოტა დრო და შაშან ცოტა სეტყვა ქონდა და იმან გაგვიფუჭა მაგრამ ცუდი არ არის ცუდი ნამდვილად არ არის და მე ყველას ურჩევ ამ ტექნოლოგიებისა და ასეთი გიჟური ტემპის და საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ ყველაზე სტაბილური და ეროვნული და კაი საქმე არის თუ ადამიანი მოკიდებს სოფლის მეურნეობას და განავითარებს. დიდი ენერგიაც არ უნდა, მაგრამ ყურადღება უნდა. კაი საქმეა ნამდვილად და მე დიდი იმედით უყურებ და უყურებ კი არა, მასე ვცნობ და ვიცი რომ კარგი რაღაცაა და წეღანას რო თქვი ყველას ურჩევ რომ სოფლის მეურნეობას მიხედა. მე ამხელა აი ბურგონი ბოლო ვაგონია ბოლო. აბა მეისრე თუ რა ქვია შენ? აწი ეხლა შენი ესა და გაგვატარე. აი ერთი რამდენი ხანი ვიდექი, ერთი 40 წუთი ვიდექი, რომ სანამ ეს მატარებელი გაივიდა და ეხლა ალბათ აწევენ და დავიძრებით ჩვენც. რა ვიცი ახლა აი შლაგბაუმის წინ რა უნდა იფიქროს ადამიანმა. ჩვენებურად გავჩედით და რაღაცას მაინც გაგიზიარეთ. ძღოლის ფიქრები შლაგბაუმის ლოდინის დრო შლაგბაუმი როგორ აქვს ქართულად შლაგბაუმი რუსული სიტყვაც არ არის ალბათ უფრო შლაგბაუმი შლაგ ქართულად არ ვიცი აი მოდი მეგობრებო მალე ცოტა მხიარული ვიდეო რო იყოს ვინც პირველი მეტყვის ვიქტორინა გავათამაშოთ ესე იგი ვინც პირველი იტყვის შლაგბაუმი ქართულად როგორ არის იმა ჩვენი მოგებული წიგნი ორეული კითხვა გავათამაშოთ შლაგბაუმი როგორ ითარგმნება ქართულად ვინც პირველი უპასუხებს სწორ პასუხს იმას ჩემი მოგებული წიგნი ვიქტორინის პირობები ვაწვალებენ კიდევ ხოლმე წამოვიდეს მატარებელი შლაგბაუმი როგორ არის ქართულად ადრე მახსოვს რა ეხლა ჩვენ მე ხო ავტომობილო მაგ დამთავრებოდა GPS-ში ეხლა ჩვენ ხო კარბურატორი შპონკა რა ქვია მას ატვერკა სულ რუსულად ლაპარაკობდით ხოლმე და ქართულად რო თარგმნი ხო გვეცინებოდა ძალიან აბა კარბურატორი როგორაა ქართულად?
ან მიმივხვდით ხო ისე სასაცილო სიტყვებია, მაგრამ რა თქვა, ეხლა ტექნიკური ენა რო არ იყო, ძალიან ვინც GPS-ში ანვითარებდა ამ სიტყვებს, ძალიან სასაცილო გამოიყურებოდა. სასაცილო კი, მაგრამ რატო არ გვეშება კაცო? შლაგბაუმი არ იწევა. ესე იგი გვანიშნავს და კიდევ ვიფიქრებ, მაგრამ ფიქრები რომ არ მომდის თავში. ეხლა კითხვებსაც გადავხედე და ისეთი კითხვებია, რომელიც სამჯერ 4ჯერ არ იყო დასმული და ამიტომ აღარ მინდა რომ მოგაბეზრო თავი და ეხლა ერთი და იგივე კითხვას 5ჯერ და 6ჯერ ხო არ უპასუხებ და როგორც კი ცოტა ისეთი უცხო კითხვა იქნება, აუცილებლად გიპასუხებთ. აიდან ისეთი ფიქრი არ მომივიდა, ცოტა ისეთი როქია შემეცნებითი, ისევ ცოტა გავახალისოთ ჩვენი ვიდეო და კიდევ გავათამაშოთ ვიქტორინა. ეხლა არის რომელი საათია? საღამოს 9 საათი. ვინც გამოიცნობს რამდენ წუთში აიწევა ეს შლაგბაუმი, იმას ჩვენი წიგნი. ესე იგი 9 საათი ხო არის? ეს შლაგბაუმი 5 წუთში აიწევა, 10 წუთში აიწევა, 15-ში თუ 20-ში. აი ეს კითხვა. რამდენ წუთში აიწევა შლაგბაუმი? დრო დანიშნულია, აგერ. აი, სად არის დრო? 9 საათია ეხლა. 5 წუთში აიწევა, 10 წუთში თუ 15-ში თუ 20 წუთში. ვინც გამოიცნობს, იმას ჩვენი ჩემი დაწერილი წიგნი ორეული. აი წეღანაც რო გითხარით, უყურეთ ეხლა ამერიკელი ნახე, ვერ ითმეს და ეხლა გადავარაბათ, უყურეთ. ეს ეხლა მაგარი დარღვევაა რა. ეხლა რომ მოდიოდეს მატარებელი ხო გაიტანს რა. გავიდა შიმა იქ ცოტა წინა შლაგბაუმი არ არის და გაჩერდება მან და მარცხნივ და რკინიგზაზე გადავიდა. გაწურა ხედავთ. ახლა ზოგჯერ არის ხოლმე უცხოელი, ამერიკელი, ინგლისელი და რაღაც ძალიან მაღალ ბიმად რომ მიაჩნია და იგივე ადამიანები არიან თავისი ემოციებით, ფიქრებით და ამბებით. ეხლა ფიქრობ მე გაჩვენოთ დრო თუ არ გაჩვენოთ. ეხლა 5 წუთი, 10 წუთი ვინ მიხდება, ხო? აგერ მეორესაც უნდა აგერ დარღვევა. ვერ ითმეს ესეც. რამდენ ხანში აიწევ, რამდენ წუთში აიწევა შლაგბაუმი, ვინც სწორ ესე იგი 5-მდე, 10-მდე, 15-მდე, 20-მდე. აი ამ მონაკვეთებში. ვინც გაარტყავს, იმას მოგდა. ჩემი დაწერილი წიგნი საჩუქრად ორეული. ველოდებით. ინდეს უყურებდი გადაცემას, ეხლა თბილისში ხო არის ეს საცობები და მთელი ამბები და ვიღაცამ გამოსა საცობებში დაწერილი ფიქრები და ლექსები. ხო, საცობებში დაწერილი პოეზია და წიგნი იყო. საინტერესო იქნება. საცობებში რომ მოგივა მუზა. ცოტა ხანი გავთიშავ რომ არ დაგღალოთ და გამოიცანით რამდენ წუთში აიწევს შლაგბაუმი. ვიქტორინაზე ცოტა შენიშვნა მითხრეს, ეს რა უცნაური ვიქტორინაო. აბა სხვანაირად როგორ გავაკეთოთ, ესე იგი სანამ ვიდეო დამთავრდება, თქვენ უნდა გამოიცნოთ რამდენ წუთში აიწევენ, თუ ვიდეო რო დამთავრდება და უკვე პასუხი გეცოდინებათ, უკვე არ იქნება ესა ხო? სამ მართალი.
აქედან გამომდინარე ამ ვიდეოს ყურების დროს, ანუ დამთავრებამდე უკვე უნდა პასუხი გამცეთ. რამდენ წუთში აიწევა ეს შლაგბაუმი. რა ვიცი, ხო უცნაური თუ არა უცნაურია, ესეთი თავისებური ვიქტორინა გვაქვს. აბა სხვანაირად როგორ უნდა გავათამაშოთ? ახლა რომ დამთავრდება ვიდეო მე ხო უნდა თქვა რამდენ ხანში აიწევა და ვინც ნახავს უკვე იმას ეცოდინება და ამიტომ ვიდეოს დამთავრებამდე ეს ადვეთის კაცო ეს არა ეს თვითონ ეს მეისარი ავიდა იქ სადაც. ხო, ნუ რას ვამბობ, ესე იგი სანამ დამთავრდება ვიდეო უკვე პასუხი უნდა გქონდეთ, რამდენ წუთში აიწევა შლაგბაუმი. აქ ახლა შეიძლება ლოგიკა ვერ გაჭრას ლოგიკამ სულთა ლატარია, ხო, აი ესე. ზოგი იწვის 5-მდე, ზოგი 10-მდე, აი ზუსტად სულთა ლატარია ეს ჩვენი ეს ვიქტორინა, ეს ლოგიკაზე არ არის დამყარებული. აი ახლა ის მაგალითად პირველი კითხვა შლაგბაუმი ქართულად როგორ ქვია ეს უკვე შემეცნებით და განათლებაზეა. მეორე ვიქტორინა რამდენ წუთში აიწევს შლაგბაუმი ეს სულთა ლატარია. გამოჩნდა ეგ კიდე მეორე მატარებელი მოდის. თუ იმას ელოდებოდნენ. იმედია ეს ახლა მოდის მატარებელი. ძელია. დასჭირდება რამდენი წუთია, რა ვიცი. რაღაც უკვე ლოგიკა ჩავთეთ არა? ჯორჯის დაიღალა. this აბა გათავდოთ, აიწევა თუ არ აიწევა, აბა ამდენი წუთია გასული. ჯერ არა, მაგრამ შეიძლება არ აწიონ, ამიტომ ჯერჯერობით დროს არ გაჩვენთ. კი, ესე იგი მეგობრებო 9:12. ესე იგი იმ კაცმა მოიგო, ვინც პირველი იტყვის, რომ ესე იგი 10-დან 15-მდე. ესე ვინც იტყვის 10 არა, ესე იგი 12 წუთი ხო არის გასული, ესე იგი 12-15. ვინც პირველი იტყვი თქვა რომ 15 წუთში აიწევს შლაგბაუმი, იმას ექნება ჩვენი საჩუქარი, კერძოდ წიგნი ორეული. კარგით მეგობრებო, ესეთი იმით დავამთავრეთ, ცოტა მოწყენილი იყო, მაგრამ ცოტა გამხიარულდით, ხო, ჩვენებურად. დაგემშვიდობებით და მომოვარ საინტერესო ვიდეოებამდე. და რამდენი საინტერესო რაღაცის ნახვა გინდა და დავაფიქსიროთ არა. მეტი არ შეგჩება ამ ცხოვრებაში. კარგად მეგობრებო, სიხარული, ბედნიერება და მომოვარ შეხვედრამდე.